ყოველ ქალს აქვს 450 მენსტრუალური ციკლი ცხოვრების განმავლობაში და ეს ციკლები მათ სიცოცხლეს განსაზღვრავს, მათ განწყობას, ხასიათს და ზოგად ჯანმრთელობას. კაცებს ასეთი მენსტრუალური ციკლი არ აქვს, რა თქმა უნდა, თუმცა კაცებსაც აქვთ ჰორმონული დღიური ვარიაციები და დღიური ციკლი, ასევე აქვთ ყოველთვიურად ჰორმონული ცვლილებები და სეზონურადაც კი. ქალებს აქვს მენსტრუაცია. მენსტრუაცია სისხლი, როცა მოძდით საშოდან რამდენიმე დღის განმავლობაში, კაცებს მსგავსი რა თქმა უნდა არ აქვთ, თუმცა ქალებს რაც აქვთ პრემენსტრუალური სინდრომი, როცა უფრო მეტად გაღიზიანებულად გამოიყურებიან, უმეტესობა ხასიათის ცვლილებები უფრო ხშირია. კაცებსაც აქვთ მსგავსი, რომელსაც ქვია გაღიზიანებული კაცის სინდრომი და ამ დროს ტესტოსტერონი მოდის ქვევით. ქალებშიც ეგ არის, სასქესო ჰორმონები მოდის ქვევით და ქალი უფრო გაღიზიანებული ხდება. კაცების შემთხვევაშიც იგივეა. თუმცა რა თქმა უნდა, განსხვავება ის არის, რომ ფიზიოლოგიურად მენსტრუაცია რა თქმა უნდა კაცებს არ აქვთ. რა ხდება საერთოდ ამ მენსტრუალური ციკლის დროს? ამაზე ვისაუბრებთ ქალების შემთხვევაში. მენსტრუალური ციკლი არის ორგანიზმის მზადება ორსულობისთვის. ანუ ყოველ თვეს ორგანიზმი ემზადება ორსულობისთვის. რო წარმოიდგინოთ ორი მთავარი ორგანო გვაქვს ამ შემთხვევაში, საკვერცხები და საშვილოსნო. ორივე ემზადება და მენსტრუალური ციკლი იწყება მენსტრუაციით. მენსტრუალური ციკლი პირდაპირ გაგებით არ იწყება მენსტრუაციით, მაგრამ თვლიან რომ იწყება მენსტრუაციით, იმიტომ რომ მენსტრუაცია ის რასაც ადამიანები ხილულად ყველაზე მეტად ვხედავთ. ამიტომ ითვლება რომ იწყება ამიტომ მენსტრუაცია არის სისხლიდან რეალურად, ანუ საშოდან ქალს მოდის სისხლი 5 დღის განმავლობაში დაახლოებით, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, ზოგ ქალს 1 დღე, ზოგს 10, საშუალოდ 5. ამ სისხლდენის დროს ქალს აქვს მუცლის ტკივილი. ეს ამ მუცლის ტკივილს ახენ კრამპებს. მტკივნეულია ბევრ შემთხვევაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რაც უფრო ახალგაზრდაა ქალი, მით მეტად ტკივა როგორც წესი. ბავშვს რო გააჩენს ხოლმე, მერე ნაკლებად. ამ ტკივილს განაპირობებს პროსტაგლანდინები ანთების მედიატორებია, რომელიც იწვევს ტკივილსაც და ძლიერ სისხლდენასაც. მენსტრუაციის დროს რა მოდის სისხლთან ერთად? მკვდარი ქსოვილები, საშვილოსნოს მკვდარი ქსოვილები, ლორწო და სისხლი. ეს სისხლი, ოღონდ ისე კი არა, რომ ის სისხლძარღვები კი არ იხევა და სისხლი კი არ მოდის ესე. არა, ესე არ არის. ის სისხლი არის ქსოვილებში რა სისხლიც იყო დაგროვილი, სანამ მოკვდებოდნენ მანამდე და ის სისხლი მოყვება როგორც ან მთელი ავზი რო გადმოაქციო, აი ეს უკვე რაც ავზში იყო, მოკლედ ის სითხე რო გადმოაქციო, ეგრეა ზუსტად ამ ქსოვილებში რა სისხლიც იყო, ის რომ გადმოაქციო. აი ეს მოდის და არა აქტიური სისხლდენა. ამიტომ არის რომ ეშინათ ხოლმე ქალებს რომ ის სისხლდენა ხო არ არის ეგ სისხლდენა, ეს არის უბრალოდ იმ მკვდარ ქსოვილებთან ერთად რა სისხლიც იყო დაგროვილი, ის ჩამოდის საშვილოსნოდან. დაახლოებით ამ დროს ქალი კარგავს 80 მილილიტრ სისხლს. მეტს ზოგ შემთხვევაში მენორაგია ქვია მაგას, თუ კი მეტს კარგავს, ზოგჯერ ნაკლებ შეიძლება 30 მილilitrიდან 80 მილilitrამდე მიიჩნევა რომ არის ნორმად. პირველი 2 დღე არის განსაკუთრებული, პირველი 2 დღის განმავლობაში ძალიან დაბალია სასქესო ჰორმონები, ესტროგენები და პროგესტერონები. მესამე დღიდან უკვე იწყებს მოემატებას ესტროგენები და პროგესტერონები. თუმცა მენსტრუაციის დაწყებიდან პირველივე დღიდან მაგ ფაზას ქვია ფოლიკულური ფაზა, იმიტომ რომ ფოლიკულ მასტიმულირებელი ჰორმონის რაოდენობა იმატებს თავის ტვინში, თავის ტვინი გამოყობს ამ ჰორმონს და ასტიმულირებს საკვერცხებს. და ეს ფაზა იწყება მენსტრუაციის დაწყებიდანვე. აქ არის ხოლმე ორი გაუგებრობა, ერთმანეთს ეუბნებიან, რომ და როცა უნდათ რომ ერთმანეთის უცოდნობა წარმოაჩინონ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ ეუბნებიან ხოლმე, რომ შენ საერთოდ რა გაგება შენ იცი საერთოდ ქალის მენსტრუალური ციკლს რამდენი ფაზა აქვს და უნდა უპასხო რა რამდენი ფაზა აქვს 4 თუ და მე რეტყვი რომ 4 აქვს იცი მენსტრუაცია, ფოლიკულური ფაზა, ოვულაცია და ლუთეალური ფაზა და 4-ია ხო რა თქმა უნდა, მაგრამ თუ კი შევხედავთ სუფთა სამედიცინო კუთხით და სუფთა ტექსტბუქებით, რაც მედიცინაში რაც ისწავლება და კვლევისთვის რაც გამოიყენება,
რეალურად არის ორი ფაზა, ფოლიკული მასტიმულირებელი ფაზა და ლუთერული ფაზა. აი ეს ორი ფაზა გვაქვს. და ამ ორ ფაზაში კიდე გამოყოფენ იმ ორს, მენსტრუაციას და ოვულაციას. მაგრამ ის ამ ორი ფაზის ნაწილი, ამიტომ თუ ადამიანი იტყვის, რომ ქალის მენსტრუალური ციკლი შედგება ორი ნაწილისგან, ეგეც სწორია და თუ ადამიანი იტყვის, რომ ქალის მენსტრუალური ციკლი შედგება 4 ნაწილისგან, ეგეც სწორია. ეგ უფრო დაკონკრეტებულია, მაგრამ პრინციპი სწორია, იმიტომ რომ ფოლიკულურ და ლუთერულ ფაზად იყოფა. ეხლა რა ხდება ამ ფოლიკულ მასტიმულირებელ ჰორმონი რო იმატებს მაგ ფაზაში. ესტროგენები და პროგესტერონები იმატებს, ანუ ქალის სასქესო ჰორმონები იმატებს და მომწიფებას იწყებს საკვერცხეში ერთი ან რამდენიმე ფოლიკული. რო ჩავთვალოთ, რომ პატარა ფოლიკული არის პატარა მრგვალი რაღაცა რო წარმოიდგინოთ, ეს იწყებს ზრდას, ერთი ან რამდენიმე ცალი. მათ შორის ერთი დომინანტური გამოიკვეთება და ის დომინანტური ბოლოს გამოხეთქავს. მაგრამ აი სანამ გამოხეთქავს ის დომინანტური საკვერცხიდან, აი ეგ არის ფოლიკულური ფაზა. ამ ფოლიკულური ფაზის დროს რა ხდება? ესტროგენები იმატებს, პროგესტერონიც შედარებით იმატებს, იმასთან შედარებით რაც იყო. ქალი უკეთესად გრძნობს თავს, უფრო დამშვიდებულია, თავის ტვინს კი უკეთესად მუშაობს. უფრო სასურველიცაა კაცებისთვის, ჩატარებულია კვლევები. ტანი ნაკლებ ცხიმიანი ხდება და შესაბამისად ეს აკნე გამონაყარი და ეს რაღაცები უმცირდება ქალს ბუნებრივად და კანი უფრო მიმზიდველად გამოიყურება. კოლაგენის სინთეზი უმჯობესდება და ამიტომ ქალი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება და ნაოჭები უმცირდება ამ ფაზაში. ანუ ევოლუციურად მოკლედ ფოლიკულურ ფაზაში ქალი სექსუალურად ემზადება შეწყვილებისთვის. აი ეს არის მთელი მუღამი, ესე ვთქვათ, თუ კი გარეგნულ მხარეს ვიტყვით ქალისას ფოლიკულურ ფაზაში რაც ხდება. მეორეს მხრივ რა ხდება საშვილოსნოში? საკვერცხეში იგითხარით რაც ხდება, ფოლიკული იზრდება, რომელიღაც ფოლიკული და საშვილოსნო ემზადება, ახალი სისხლძარღვები ვითარდება, ახალი საშვილოსნოს შიდა ფენა ვითარდება ნელ-ნელა. აი ეს ხდება. და ეს გრძელდება ეს ფაზა, ფოლიკულური ფაზა გრძელდება მენსტრუაციის დაწყების დღიდან იწყება და გრძელდება დაახლოებით 13 დღე. მე-14 დღეს დომინანტი ფოლიკული გამოხეთქავს. და ანუ საკვერცხიდან გამოდის კვერცხუჯრედი და ეს კვერცხუჯრედი ფალოპის მილში ჩადის, რომ მე იქ მოხდეს განაყოფიერება, ან განაყოფიერების ემზადება სპერმა რო შეხვდეს. თუ რა თქმა უნდა, ქალს ექნება ამ დროს სექსი. თუ არ ექნება არაფერი, ჩამოვა ეს კვერცხუჯრედი და გამოვა გარეთ, არაფერი არ მოხდება, მოკვდება. დაახლოებით 12-დან 24 საათში ის კვერცხუჯრედი მოკვდება, შესაბამისად ორსულობა არ მოხდება. თავიდან პირველ რამდენიმე დღის განმავლობაში ორგანიზმი ვერ ხვდება, რა თქმა უნდა, ორსულობა მოხდა თუ არ მოხდა, ოვულაციის დროს. ოვულაციის დროს ზოგიერთი ქალი განიცდის ტკივილს, ეს ფოლიკულის გასკდომის ტკივილია. ასევე იმატებს ტემპერატურა იმატებს დაახლოებით 0.5 გრადუსი და ფოლიკულის გასკდომის დაკვირვება რომ უნდა ხოლმე მაგისთვის იყენებენ მაგას. ასევე კიტები რაც არის, რაც გამოიყენება ხოლმე, ეგ ლუთერულ ჰორმონის ზედა ზღვა სარკვია, ანუ მნიშვნელოვან მომატებას აკვირდება და ეგ ხდება სამ ოვულაცია მოხდება რამდენიმე საათით ადრე, 24-36 საათით ადრე ხდება. ამ ოვულაციის მერე იწყება უკვე ლუთერალური ფაზა. ლუთერულ ფაზაში მოკლედ კორპუს ლუთეუმ ესე ქვია, ყვითელი სხეული, რომელიც იწყებს გამოყოფას პროგესტერონის და ქალის ორგანიზმში პროგესტერონი იმატებს. პროგესტერონის გამოყოფა არის მთელი მუღამი მოკლედ ამ მეორე ფაზით. პროგესტერონის გაძლიერებული გამოყოფის გამო ქალი თავს გრძნობს უფრო მშვიდად, დამშვიდებულად, მოდუნებულად. ეს პროგესტერონი მერე იშლება როგორც ასტიმულირებს გაბა რეცეპტორებს და ქალი უფრო დამშვიდებულია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში უფრო მეტად შეიძლება აგზნებულიც იყოს. უფრო მეტად შედარებით მოდუნებულია ამ პერიოდის განმავლობაში ქალი დაახლოებით სადაც 7-10 დღის განმავლობაში და დამშვიდებულია. ეს არის პროგესტერონის დამსახურება. თუ ორსულობა არ მოხდა, ეს ყვითელი სხეული პატარავდება, ქრება მოკლედ და
ამ დროს ესტროგენები ვარდება, პროგესტერონიც ვარდება. ანუ ორივე ვარდება და ნელა ქვევით მოდის და აი ამ ნიშნულოვან ქვევით მოსვლას მოყვება ის, რომ ორგანიზმი ხვდება, რომ ორსულობა არ მოხდა, იმიტომ რომ ორსულობა თუ მოხდება, მაშინ პროგესტერონის გამოყოფა გაძლიერდება და შენარჩუნდება მაღალ დონეზე, მაგრამ ეგ არ მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნო მომზადდა, საშვილოსნოს სისხლის ძარღვებით გამდიდრდა მოკლედ ეს ფენა, იქ ჯირკვლები განვითარდა საშვილოსნოში, რომელიც გამოყოფს ნუტრიენტებს იმისთვის, რომ საკვებს მოკლედ თუ კი ჩასახვა მოხდება, რომ ეს განყოფილებული კვერცხუჯრედი თავიდან გამოკვებოს. ანუ საშვილოსნოს შიგნითა კედელი გამდიდრდა მოკლედ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ლუთეალურ ფაზაში, მაგრამ არ მოხდა ორსულობა. თუ ორსულობა არ მოხდება, ესტროგენები და პროგესტერონი ისევ მოდის ქვევით და ისევ იგივე პროცესი იწყება. ეს ქსოვილი კვდება, რადგან ესტროგენი და პროგესტერონი აუცილებელია იმისთვის, რომ სისხლის ძარღვებით მომარაგდეს და საკვებით მომარაგდეს ის შიდა ფენა, როცა ესენი დაეცემა, საკვებით ვეღარ მარაგდება შიდა ფენა კვდება და მე როცა კვდება იწყებს ჩამოცხნას და ეს უკვე ისევ menstruatsiya და ისევ ვიწყებთ ახალ წრეს, ახალ ციკლს. აი ესე ვითარდება. ეხლა რა ხდება? სამ menstruatsiya მოვა 7 დღის განმავლობაში, 7 დღით ადრე დაახლოებით, უკვე menstruatsiis მოახლოებას ქალები როგორც წესი გრძნობენ, პრემენსტრუალური სინდრომი ქვია მაგას. პრემენსტრუალური სინდრომის დროს ესტროგენი და პროგესტერონი ქვევით რო ჩამოდის, ქალს აქვს ხასიათის ცვლილება, გაღიზიანებულობა, უფრო მაგალითად ვერ უდევს გულს რაღაცას, უფრო ადვილად ჩხუბობენ მოკლედ და ეს დაახლოებით ქალების 75%-ი, ანუ ძალიან ბევრ ქალს აქვს, ეგრე არ არის, რომ კაცმა რა თქვა, რომ მე გადავრჩი, ეგრე არ არის, თითქმის ვერც ერთი კაცი ვერ გადარჩება მაგ ამბავს, ხო? შემდეგ რა ხდება? ეს სასქესო ჰორმონები რომ ძალიან დაეცემა, ისე მოდის menstruatsiya. menstruatsias მოყვება ტკივილი, სისხლი და ისე ვიწყება მერე ახალი ციკლი იწყება. ხო, რამდენმენაირად შეიძლება შეხედო მაგას, რომ თუ მხატვრულად შეხედავ არის, რომ ორგანიზმის გლოვა იმისთვის, რომ განყოფილება ვერ მოხდა და სამეცნიერო კუთხით თუ შევხედავთ, ჩვეულებრივი პროცესია, რომელსაც საშვილოსნოს ის კედელი, რომელიც მომზადდა, ჩამოიფრთხნა, იმიტომ რომ განყოფილება არ მოხდა. ეხლა კითხვები არის ხოლმე რაზე? ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომ menstruatsiis დროს სექსი თუ შეიძლება თვითონ menstruალური სისხლი ის დაბინძურებული არ არის, სტერილურია, ამიტომ სიბინძურე მოკლედ მანდ არაფერი არ არის. პირიქით ლორწო შეიძლება და ბუნებრივი ლუბრიკანტად ითვლება მოკლედ. ერთ-ერთი ისაა, რომ ჰიგიენის ნორმები უნდა დაიცვას ქალმაც და კაცმაც, რადგან საშვილოსნოს ყელი ოდნავ შედარებით გაფართოებულია მაგ დროს, ვინაიდან ეს ჩამოდის სისხლი. მეტი ისეთი არაფერი, სექსი მოკლედ უსაფრთხოდ მიიჩნევა, ზოგს პირიქით ქალების რაღაც რაოდენობას სიამოვნებს და ტკივილსაც უმცირებს menstruatsiis დროს სექსი. ზოგს არა, პირიქით სურვილი დიდად არ აქვს. გაჩნია ადამიანს, მოკლედ ადამიანზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ტკივილების შესამცირებლად იბუპროფენი 400 მგ გამოიყენება ხოლმე 8 საათში ერთხელ, პროსტაგლანდინების სინთეზს ამცირებს და ამის გამო ადამიანს აღარ აქვს ესეთი ტკივილები. მაგნიუმი ასევე menstrualურ ტკივილებს ამცირებს და პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებსაც ამცირებს და ომეგა-3, მაგნიუმი 400 მგ საღამოთი როგორც წესი და ომეგა-3 1-დან 2 გრამამდე დღის განმავლობაში. ეს მნიშვნელოვანია სეროტონინის დონის რეგულირებისთვის და პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომებსაც ამცირებს თევზის ქონი, ანუ ომეგა-3. ასევე B6-ს იღებენ ხოლმე ლუთეალურ ფაზაში, ნერვული სისტემის მხარდაჭერისთვის შესაძლებელია 50-დან 100 მგ-მდე B6 ვიტამინის მიღება, რაღაც ზონაზე ეხმარება, შესაბამისად შესაძლებელია. ესენია, რაც უნდა ვიცოდეთ menstrual ციკლის შემთხვევაში. menstrual ციკლი შეიძლება ვარირებდეს, მაგალითად
განსაკუთრებით პირველი ფაზა, ფოლიკულური ფაზა შეიძლება გაგრძელდეს 21 დღემდე და მეორე ფაზა ძირითადად სტაბილურია დაახლოებით 14 დღე გრძელდება. შეიძლება 11-დან 16 დღემდე გრძელდებოდეს და ძირითადად სტაბილურია. ამიტომ რომ ზოგ ქალს შედარებით მოკლე ციკლი აქვს, ზოგ ქალს გრძელი მენსტრუალური ციკლი აქვს და ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურობასთან ადამიანის და არ აქვს რამე სხვა ქვეტექსტი ან მნიშვნელობა. ხო, დაურსულება შეიძლება თუ არა მენსტრუაციის დროს, სექსის დროს შეიძლება, ვინაიდან სპერმა შეუძლია იცოცხლოს 5 დღე და კვერცხუჯრედის მომწიფებელ გამოყოფა კიდე შეიძლება მოხდეს მალევე. ზოგჯერ ესე ხდება და ამიტომ აქედან გამომდინარე შეიძლება, თუმცა დაბალია ალბათობა, ან ძალიან დაბალია ალბათობა, მაგრამ შესაძლებელია მოხდეს. მადის გაძლიერება და ძილის პრობლემები პრემენსტრუალური სინდრომის დროს ძალიან ხშირია, ვინაიდან სეროტონინის პრობლემა და უცებ ენერგია ჭირდება ორგანიზმს და ამისთვის შაქარი არის საუკეთესო ვარიანტი. ამიტომ რომ კრეივინგები, შაქრის კრეივინგები ხშირად აქვთ ქალებს და მათ გაძლიერებული აქვთ მენსტრუაციის მეორე მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში. ასევე მარილის და წყლის შეკავება ხდება ამ ჰორმონული ცვლილებების გამო, განსაკუთრებით და ამიტომ არის რომ მკერდში შევშუპებას ან სიმაგრეს გრძნობენ ხოლმე შედარებით, ასევე წონაში მატებასაც გრძნობენ წყალისა და მარილების შეკავების გამო. ორი რჩევა აქვე შესაძლებელია რომ გაითვალისწინოთ, ნაკლები მარილიანი მიიღეთ ციკლის მეორე ნახევარში და ნაკლები კოფეინი 40% დამცირებს პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომების ალბათობას, თითქმის 40%-ით ქალების 40%-ში მოკლედ მნიშვნელოვნად ამცირებს რა ამ სიმპტომებს და ან კოფეინის ზომიერად მიღებას აქვს ამ მხრივ მნიშვნელობა. აი ეს იყო რის თქმა წმინდა და მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, ვისაც მოგწონთ ჩემი ვიდეოები დაალაიქეთ, გამოწერეთ ან დააკომენტარეთ, ეს არხის განვითარებას დაეხმარება. ვისაც მატერიალურად შეგიძლიათ და სურვილი გექნებათ რომ დაეხმაროთ არხის განვითარებას, დონაციებისთვის მაქვს მითითებული ანგარიშის ნომრები ვიდეოს აღწერაში და პატრეონზე ვისაც გინდათ სპონსორობა, ამისთვის პატრეონზე შეგიძლიათ გამოყენოთ პატრეონის ლინკიც მაქვს ვიდეოს აღწერაში. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.